გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო, სანამ დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას, კერძოდ მეგრელების და სვანების ეთნიკურ იდენტობაზე საუბარს, მინდა ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებებს. პირველი, ამ საკითხზე საუბარი, კერძოდ კი 21 საუკუნეში იმის მტკიცება, რომ მეგრელები და სვანები ისეთივე ქართველები არიან, როგორც საქართველოს სხვა კუთხეთა შვილები, სამდულად სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. არ მეგონა თუ ამ საკითხს, რომელიც ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში გადაწყვიტეს ჩვენმა წინაპრებმა, ისევ მიუბრუნდებოდით და ისევ მოგვიწევდა ამის განმარტება. ეს პირდაპირ რომ ვთქვათ, უბრალოდ ჩვენი სირცხვილია. მეორე, აქვე მნიშვნელოვანია იმის დაფიქსირება, რომ მეგრელების და სვანების ეგრეთ წოდებული ეროვნული დამოუკიდებლობის იდეა წარმოიშვა არა მათ წიაღში, არამედ მოხდა ამ იდეის შექმნა და კულტივირება ჯერ კიდევ ცარისტული რუსეთის მიერ, რაც მოგვიანებით ატაცებული იქნა მისი მემკვიდრე საბჭოთა რუსეთის მიერ. სწორედ რუსეთის ამ ანტიქართულმა პროპაგანდამ შექმნა მცდარი წარმოდგენა, თითქოს მეგრელები და სვანები განსხვავებულ ეთნოსებს წარმოადგენდნენ. სინამდვილეში ანტიკური წყაროების, შუა საუკუნეების ქრონიკების, ეთნოგრაფიის, საეკლესიო ისტორიისა და თანამედროვე გენეტიკური კვლევების შესწავლის და გააზრების შედეგად მივდივართ ერთადერთ დასკვნამდე. მეგრელები და სვანები ყოველთვის იყვნენ ქართველი ერის განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ისინი წარმოადგენენ არა დამოუკიდებელ ერებს ან ეთნოსებს, არამედ რეგიონალურ და კულტურულ სუბეთნოსებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს როგორც ქართველი ერის, ასევე ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში. ახლა პირველ რიგში დავიწყოთ ანტიკური ავტორებიდან. ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი თავის გეოგრაფიაში პირდაპირ უთითებს, რომ კოლხები, იბერები და მოსინიკები ახლო ნათესაური ტომებია. იგი აღნიშნავს, რომ მათი ენებიც მსგავსებას ავლენს და ისინი საერთო ეთნიკურ ოჯახს განეკუთვნებიან. აპოლონიოს როდოსელი თავის არგონავტიკაში კოლხებს აღწერს როგორც კავკასიელ ხალხს, რომლებიც სხვა მეზობელ ტომებთან, პირველ რიგში კი იბერებთან მჭიდრო ნათესაურ კავშირში არიან. პლინიუს უფროსი მიუთითებს, რომ კოლხები და იბერები მსგავს წესებსა და ტრადიციებს იზიარებენ. ფლავიუს არიანე კი ხაზს უსვამს, რომ კოლხებისა და იბერების სამხედრო და სოციალური სტრუქტურები მსგავსია. ახლა რაც შეეხება შუა საუკუნეების ქრონიკებს. ქართული ცხოვრება მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს ამ თვალსაზრისით. მასში დასავლეთ საქართველოს ტომები, ლაზები, მეგრელები და სვანები აღწერილია ერთიან ქართველ ხალხთან ერთად, რომელიც ერთია ენით, რწმენითა და სამეფო ხელისუფლებით. მოგეხსენებათ, ბაგრატ მესამე 1008 წელს გახდა საქართველოს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. და ისიც მოგეხსენებათ, რომ იგი დედის მხრიდან იყო ლეონიდთა დინასტიის სრულუფლებიანი მემკვიდრე, ხოლო მამის მხრიდან თავისთავად ის იყო ბაგრატოვანთა სამეფო სახლის წარმომადგენელი. თქვენ ისიც მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში აფხაზეთი ეწოდებოდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს. ანუ აფხაზეთი იყო დასავლეთ საქართველოს სინონიმი. ქართული წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი კირილ ტუმანოვი, იგივე თუმანიშვილი, ხაზს უსვამს, რომ ბაგრატის მეფედ კურთხევა წარმატებული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით მეგრელების და სვანების ელიტა მხარს უჭერდნენ ეროვნული ერთიანობის პროექტს. შუა საუკუნეების წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ უცხოური ოკუპაციებისა და შემოსევების დროს, იქნებოდა ეს არაბების, სელჯუკების, მონღოლთა შემოსევა თუ ასე შემდეგ, მეგრელები და სვანები იბრძოდნენ სხვა ქართველთა მხარდამხარ. და ისინი არასდროს არ ყოფილან აღწერილნი როგორც მოკავშირეები ან უცხოელი დამხმარეები და ასე შემდეგ. არამედ როგორც
ჩვეულებრივი ქართველები, რომლებიც იცავდნენ თავიანთ ქვეყანას. ამ სურათს ამყარებს მე-19 და მე-20 საუკუნეების ეთნოგრაფიული კვლევები და ამ კვლევების შედეგად მოპოვებული მასალები. ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესიონალი ისტორიკოსი, ანუ დიპლომირებული ისტორიკოსი და ეთნოგრაფი დიმიტრი ბაქრაძე 1870-იან წლებში აღნიშნავდა, რომ მიუხედავად მეგრელებისა და სვანების ენის თავისებურებებისა, ისინი ყოველთვის საკუთარ თავს ქართველებად მიიჩნევდნენ. ცნობილი ფრანგი კავკასიოლოგი მარი ბროსე მე-19 საუკუნეში დაწვრილებით სწავლობდა საქართველოს და აღწერდა, რომ მეგრელები და სვანები არ წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ ეთნოსებს, არამედ მხოლოდ რეგიონულ სუბეთნიკურ ჯგუფს ქართველი ერის ფარგლებში. ბროსე ხაზს უსვამდა, რომ მათი უნიკალური ტრადიციები ყოველთვის არსებობდა საერთო ქართული კულტურული სივრცის ნაწილად. მე-20 საუკუნის ქართველი ლინგვისტი არნოლდ ჩიქობავა მეგრელების და სვანების ქართველი ერისგან ხელოვნურ გამოყოფას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. იგი თვლიდა, რომ მათი კულტურული თავისებურება წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს, კერძოდ ქართველი ხალხის რეგიონული მრავალფეროვნების გამოვლინებას. ქართული ეკლესიის ისტორიის შესწავლა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მეგრელების და სვანების ქართველობაში. გვიან ანტიკურიდან შუა საუკუნეებამდე საქართველოს ჰქონდა ორი მთავარი ქრისტიანული ცენტრი. ერთი ქართლის საკათალიკოსო მცხეთაში, ხოლო მეორე აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრით ჯერ ბიჭვინთაში მე-15 საუკუნემდე, ხოლო შემდეგ უკვე გელათში. მიუხედავად დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა, ეს ორივე საეკლესიო ინსტიტუტი მუდმივად ადასტურებდა ქართველი ხალხის ერთიანობას. ორივე ეკლესია ერთნაირად აღიარებდა ქართველ წმინდანებს. კათალიკოსები ყოველთვის ერთმანეთთან ურთიერთობდნენ პატივისცემით საერთო ეროვნული შეგნების ფარგლებში. ოდიშისა და სვანეთის ტერიტორია აფხაზეთის საკათალიკოსოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, მათი ქრისტიანობა, მათი ეკლესიური ცხოვრება მთლიანად რეგულირებული იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ფარგლებში, რაც უდავოდ ადასტურებს, რომ ეს სუბეთნოსები თავიდანვე გააზრებით იდენტიფიცირდებოდნენ როგორც ქართველები. ახლა რაც შეეხება გენეტიკას. თანამედროვე გენეტიკურმა კვლევებმა დამოუკიდებლად დაადასტურა ისტორიული და ეთნოგრაფიული დასკვნების სისწორე. 2011 წელს რუსმა გენეტიკოსმა ოლეგ ბალანოვსკიმ შეისწავლა კავკასიელთა Y ქრომოსომები. შედეგები აჩვენებს, რომ მეგრელები, სვანები და აღმოსავლეთ საქართველოს ქართველები ქმნიან ერთიან გენეტიკურ ჯგუფს, მკაფიოდ განსხვავებულს ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისგან. ბალანოვსკი ხაზს უსვამს, რომ სუბეთნიკური განსხვავებები ქართველი ერის შიგნით არ ცვლის ერთიან გენეტიკურ ფუნდამენტს. ასევე კვლევა, რომელიც ჩატარებული იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევართა მიერ 2015 წელს, იკვლევდა სამხრეთ კავკასიის ბრინჯაოს ხანის ნაშთებს. ამ კვლევის ფარგლებში დადასტურდა, რომ თანამედროვე დასავლეთ ქართველთა, მათ შორის მეგრელთა გენეტიკა პირდაპირ უკავშირდება ბრინჯაოს ხანის მოსახლეობას. ეს ნიშნავს, რომ მეგრელები, უпростоრად მეგრელთა უშუალო წინაპრები, კოლხები, დაახლოებით 4000 წლის წინ უკვე ბინადრობდნენ ამ ტერიტორიაზე და ისინი არ არიან შემოსულები, არამედ არიან ადგილობრივი ისტორიული სუბეთნიკური ჯგუფი ქართველი ერისა. რაც შეეხება თანამედროვე დასავლელ ისტორიკოსებს, როგორიც არის მაგალითად რონალდ სუნი, იგი აღნიშნავს, რომ მეგრელები და სვანები ქართველი ერის სუბეთნიკური ჯგუფებია, რომლებიც განვითარდნენ ქართული კულტურისა და პოლიტიკური სივრცის ფარგლებში. ძალიან საინტერესოა ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჯონსის განცხადება, რომ საბჭოთა მცდელობები მეგრელების ცალკე ეთნოსად გამოყოფისა წმინდად პოლიტიკური ხასიათის იყო და ისტორიული საფუძველი არ ჰქონდა. ასევე მეორე ბრიტანელი მეცნიერი ისტორიკოსი დონალდ ბრეიფილდი ხაზს უსვამს, რომ მეგრელი და სვანური ელიტა
გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ერთგული იყო ბაგრატოვანთა სამეფო ხელისუფლებისა, რაც ხელს უწყობდა ქართველების ეროვნულ ერთიანობას. მეცნიერთა ასეთი ერთსულოვნება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მეგრელების და სვანების დამოუკიდებელ ეთნოსებად წარმოჩენის მცდელობა მე-19 და მე-20 საუკუნის რუსული პროპაგანდის შედეგია და არა ისტორიული ან მეცნიერული რეალობა. მოკლედ, როგორც ხედავთ, ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ისტორია, ეთნოგრაფია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ასევე თანამედროვე გენეტიკური კვლევები აყალიბებენ საერთო სურათს. მეგრელები და სვანები არასდროს ყოფილან დამოუკიდებელი ეთნოსები. ისინი ქართველი ერის სუბეთნიკური ჯგუფები არიან, რომელთაც აქვთ საკუთარი ენები და კულტურული თავისებურებები, მაგრამ სრულად ინტეგრირებულნი არიან საქართველოს ისტორიულ, რელიგიურ და გენეტიკურ ფონდში. მეგრელებსა და სვანებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ბევრჯერ, უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნაში ბაგრატ მესამის დროს. მათი ეკლესიური ცხოვრებაც იმართებოდა ქართული მართლმადიდებლობის ფარგლებში. ეთნოგრაფიული ტრადიციებიც საერთო ქართველურია და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თანამედროვე გენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ ეს სუბეთნოსები წარმოადგენენ სამხრეთ კავკასიის უძველეს ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ მეგრელები და სვანები არ არიან ცალკე ეთნოსები, არამედ ქართველი ერის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი განშტოებები, ანუ სუბეთნიკური ჯგუფებია. თუ კი მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი და ამით დაგვეხმაროთ ჩვენ მომავალში უფრო საინტერესო და ღრმა შინაარსის მქონე გადაცემების მომზადებაში. დღეს მე ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.